დღეს როგორც გამოჩნდა, იყო პიროვნება მოსული, რომელმაც მიიღო დაზიანება 28 ნოემბერს, თუმცა ვერ ასახელებდა კონკრეტულად რომელიმე ბრალდებულს, რომელმაც მან ზიანი მიაყენა. ასევე ვერ იხსენებდა ფაქტებს და ყოველთვის ამბობდა, რომ აი ეს არ მახსოვს, აი ამას ზუსტად ვერ ვიტყვი, ეს არ დამინახავს, სიბნელე იყო. ეს იქნება ყოველთვის მუდმივი სურათი მთელი პროცესების განმავლობაში. აქ ვინც მოდის რეალურად ახლა დაკითხვაზე, ხომ ჩვენ მათი ოქმები ვიცით, რა ისაუბრეს მათ გამოძიებას, რა ჩვენება მისცეს, არც ერთი მათგანი არ უთითებს, რომ ანდრო ჭიჭინაძემ დააზიანა ის და ასევე არც ერთი მათგანი არ ამბობს, რომ დაინახა რომელიმე სინდისის პატიმარი. ამიტომ ისინი ვერ იტყვიან იმას, რაც რეალურად არ ყოფილა. ის არ გახლავთ პირველი პრაქტიკა ამ კონკრეტულ საქმეებზე, ის არის ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა, რომელსაც არაერთ საქმეში იყენებს პროკურატურა, მაშინ როცა მათ არ აქვთ მტკიცებულებები, ისინი ცდილობენ საზოგადოების და სასამართლოს ემოციებზე თამაშს და ზოგადი კონტექსტის შექმნას. შემთხვევაში ამ მოწმეების მოყვანი პროკურატურა რასაც დასტურებს? არეულობა რომ იყო ამ არა, არაფერს არ ადასტურებს. თავად რას ამბობენ? არაფერს, არც თვითონ არ ამბობენ არაფერს განსხვავებულს, ისინი ცდილობენ ზოგადი კონტექსტის დამძიმებას და ნეგატიური გარემოს და ნეგატიური დამოკიდებულების შექმნას საზოგადოებაში. სხვა არც ერთ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით არ საუბრობს არც ერთი მოწმე. პროკურატურის სიჩუმე მიმართულია ზუსტად შეგვიძლია თამამად მივიჩნიოთ ზუსტად ამის დასტურად, რომ ისინი არ უარყოფენ იმას, რომ ამ ადამიანებს ინფორმაცია არ აქვს კონკრეტულ გარემოებზე და თავის მხრივ ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ისინი უბრალოდ კონტექსტს ამძიმებენ და არაფერი სხვა.